სპორტის უნივერსიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციის გზა შინისაკენ ორგანიზებით საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. ღონისძიების მიზანია საქართველოში მასობრივი სპორტისა და მინიფეხბურთის განვითარება, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული ადამიანების გაერთიანება და მათი უფლებებისა და ინტერესების მხარდაჭერა. ტურნირი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 8 სტუდენტურმა გუნდმა მიიღო. ფინალში ერთმანეთს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ღირსეული გამარჯვება სოხუმის უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც სტუდენტების ჩართულობასა და ფიზიკურ აქტიურობას, ასევე დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციასა და საერთო იდენტობის გამტკიცებას. ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერით რეგულარული გავხადეთ ეს შეჯიბრება და გვინდა რომ საბოლოო ჯამში ის გახდეს საერთაშორისო შეჯიბრება და უკვე თხოვნით მივმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რომ იქნება ეს ტურნირი შეტანილი იქნას კალენდარში, რომელიც იქნება ყოველწლიური. ყოველწლიურად მატულობს აი ამ გუნდების რაოდენობა, ვინც ღებულობს მონაწილეობას. წელს ჩვენთვის სიურპრიზია რომ მონაწილეობას იღებენ საინგილო წარმომადგენლები, ფერეიდნელი ქართველები. გზა შინისაკენ ჩამოყალიბდა უკვე 5 წელიწადია. მისი მთავარი მიზანი არის ყველა დევნილის, განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილების გაერთიანება. უნდა გავაკეთოთ ის, რომ მომავალთაობამ არ დაივიწყოს ეს დაბრუნება აფხაზეთში აუცილებელია, რა თქმა უნდა, ამის მშვიდობიანი გზით, რა თქმა უნდა, ვამბობ, ამისათვის გზად უნდა ვიყოთ. დიდიც, პატარას, სულ ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი აქ არის შინაარსი, გზა შინისაკენ და ზრუნვა ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომელიც მიისწრაფის ჩვენი აფხაზეთის, ჩვენი კუთხის გაძლიერებისთვის და ფანტასტიკური სანახაობა, გულშემატკივრობა და მიხარია რომ ესეთი აქტიურობები არის გამორჩეული ჩვენი აფხაზეთის საზოგადოება და მინდა წარმატებები უსურვო და ბევრი გამარჯვება მალე სოხუმში გვეთამაშოს ეს ტურნირები. პატრიოტებმა ჩამოაყალიბეს ეს ორგანიზაცია გზა შინისაკენ. სადაც გაერთიანდა ის ხალხი, რომელიც მომავალში ფიქრობს აფხაზეთში თანაცხოვრებას, მშვიდობას და წინსვლას. ეს მათი ინიციატივით ტარდება საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში. მათ ხარში უდგას სპორტის უნივერსიტეტი, აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭო. ზედიზედ მეორე გამარჯვებაა ჩვენი. ძალიან დაძაბული თამაში იყო, ორმხრივი მომენტები იყო და საყაიმო ანგარიში დასრულდა. ვფიქრობ, რომ სამართლიანი ანგარიში იყო, არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა წაგებას. ანუ პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ და ძალიან დიდი მადლობა ჩემ თანაგუნდელებს, რომლებმაც ყველაფერი ჩადეს ამ თამაშების მოგებაში და აფხაზეთი საქართველო.